ყვარამ კი არ მოუმატა, რა თქმა უნდა მოუმატა, მაგრამ ყვარად მოამატებია. თუ თავდასხმელი უკან ისე ვიძახი მარტივად საფეხბურთო ენაზე, არ მოსდევს მცველს დაუშვათ. იმათ მცველს, რომ ბურთი წაართვას, ან შეაჩეროს, ან გადაკეტოს, ნუ რაც არის, რასაც მოითხოვს, ხო? წარმოიდგინეთ, დაახლოებით იგივეა ცენტრალურ მცველს და ფლანგის მცველს, რომ შეტევაში ბურთი ვერ მიაგდა, პირველ პასს სწორად ვერ. ზუსტად ერთი და იგივე. ანუ რა დონეზე არის გათანაბრებული უნივერსალიზმი, რომ როგორც იც მეკარე და როგორც ხელში იჭერს, ისე ფეხით უნდა თამაშობდეს, ხო? ეს ხო აქსიომა, ეგ არ არის რაღაც ეხა. ეგეთი ფეხბურთელები უნდა გყავდეს ჩვენ, რომ რა პრინციპიც არის, რომ ყვარამ მოუმატა მაგ კუთხით ყვარამ კი არ მოუმატა, რა თქმა უნდა მოუმატა, მაგრამ ყვარად მოამატებიეს. ხო. იმიტომ რომ ყვარას აქვს უდიდესი პროგრესი დაწყებული საქართველოსთან გაგრძელებული ეტაპებს რო გაყვერა, ასაკობრივ რუსთავში სხვათა შორის ჩვენთანაც იყო მერე ბათუმი დინამოში იყო თუ მერე რუბინში მერე ნაპოლი ხა მაშინ PSG-ში და ეხა ამის მერე არის ან რეალი ან ბარსელონა და დამთავრდა всё მეტი ახლა აღარ უნდა იფიქრო მეტი აღარ უნდა წახვიდე ხა მარსზე ფეხბურთს არ თამაშობენ ხო და სულ პროგრესი აქვს იმიტომ რომ დღესაც ვარჯიშობს პროცესშია და თვითონ კი არ ვარჯიშობს ან მოდი რა მე დღეს ამას გავაკეთებ ის კლუბი ადლევს მიმართულებას თუნელი ადლევს მიმართულებას ეხმარებიან ეს უბრალოდ იმდენად საღათ მოაზროვნეა და რაღაცა გენიოსია რა მაგდონეზე რომ გულიხმობ იმას რომ იმდენად გათვითცნობიერებული აქვს ყოველ შემთხვევაში ეხლა ეგრეა ჯერჯერობით ღმერთმა ხელი მოუმართვა დარწმუნებული კიდევ უფრო მოუმატებს რომ იდეალურად მოიყვანა თავისთავად მდგომარეობაში რომ სუპერ ვარსკვლავია საუკეთესო იმიტომ რომ ვარჯიშობს ეგ ხართაძოი რო იყოს წამოწეული უბრალოდ ნაპოლიდან PSG-ში გადმოვედი და მე ვსიო გაეგრე არ არის ხო და ეს სულ შექმნილია ეს კლუბი უქმნის მაგას თვნელი უქმნის მაგას რა თქმა უნდა მაინც თავარი თვითონ არის რო არ უწეღარ ας თქვით ეხლა უბრალოდ ყვარა არის ყველაზე მაღალ დონეზე მსოფლიოში რაც კი ფეხბურთში არსებობს და ეხლა ჩვენ საზევილაპარაკი მაგრამ იგივეა რა რაც PSG-ში ის უნდა ხდებოდეს საქართველოშიც მიდგომას გულისხმობ და არა ფინანსები და რაღაცები სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე თუ მოგეწონა ეს ვიდეო დაალაიქე და გამოიწერე არხი რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები